რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები, ეს დაუსრულებლად არ შეიძლება გაგრძელდეს. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე გამახვილდა. საქართველოს პატრიარქმა ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს ინარა მურლეცსა და დელეგაციის წევრებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მადლობას გიძღვნით მხარდაჭერისათვის იმ დროს, როცა ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო. 20% ტერიტორიისა დამხრობილია რუსეთის მიერ და თქვენი თანადგომა და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელი აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება რომ ჩავიდე და იქ ყურადღება მივაქციონ ჩვენს მორწმუნე ხალხს. მე მოხარული ვარ რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაანთავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მადლობას გწირავთ ამისათვის. მე კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ ჩამობრძანებისათვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი იქონიებს დიდ გავლენას. საქართველო არადროს არ დასჭერდება იმას, რომ ტერიტორია იყოს წაღებული საქართველოსი. მე მქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და მან მითხრა, რომ ვერ ხედავ გამოსავალს. მე ვუთხარი, რომ ჩიხური მდგომარეობა არ არსებობს. უნდა მოვნახოთ ყარი ან პანჯარა, რითაც გადაწყდება ეს კონფლიქტი. მე ვფიქრობ, რომ დადგება ის ბედნიერი დღე, როცა საქართველო გამთლიანდება. თავის მხრივ ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პატრიარქს მასპინძლობისთვის. ჩემთვის და დელეგაციის სხვა წევრებისთვის დიდი პატივი იყო საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედება. ჩვენ ვიყავით ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა რეგიონის მიმდებარე სოფლებში და ეს ძალიან სევდიანი იყო. სამწუხაროა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს მსგავსი გაყინული კონფლიქტები. უწმინდესმა და უნეტარესმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძებნა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. მინდა აღვნიშნო, რომ კათოლიკოს პატრიარქსა და ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. როდესაც უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობს, მას უსმენენ არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც.